მშვიდობის პირდაპირ ეთერშია TV3-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება დღის ახალ ამბებს ჩვენს კორესპონდენტებთან ერთად ნანა ლეჟავა გაგაცნობთ. სამტრედიაში ატიპის ვირუსმა ერთ დღეში 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შემთხვევა სათნოების სახლში მოხდა, გარდაცვლილია 3 ქალბატონი და 2 მამაკაცი. ისინი მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ. სულ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე 7 პაციენტი მკურნალობს. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მწვავე ვირუსული ინფექციით 7 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს, მათგან 3 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მაღალი სიცხითა და სუნთქვის უკმარისობით ისინი სამტრედიის სათნოების სახლიდან ქუთაისში გადაიყვანეს. Შემოიყვანეს დიაგნოზით, სავარაუდო დიაგნოზით ვირუსული ინფექცია. გაუზუსტებელი გართულება აქვს ვირუსულ ინფექციას, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ამ დიაგნოზით მოთავსდნენ ჩვენთან საავადმყოფოში. სამტრედიის სათნოების სახლში უეცარი მაღალი სიცხით 5 მოხუცი 12 თებერვალს გარდაიცვალა. დანარჩენ ბენეფიციარებს კი მწვავე ვირუსული სიმპტომები გუშინ გამოუვლინდათ. სათნოების სახლის ექიმის განცხადებით, ერთ-ერთ თანამშრომელს ატიპის H1N3 ვირუსი დაუდგინდა. ინფექციური საავადმყოფოდან ის დღეს გაწერეს. 7 არის გადაყვანილი, ერთ-ერთი არის ჩვენი თანამშრომელი, ვინც უვლიდა ამათ, სადაც დაფიქსირდა ატიპის ვირუსი ლაბორატორიით და მოდიფიკაცია H1N3. სახლში მკურნალობს სამტრედიის მოხუცთა თავშესაფრის კიდევ 2 თანამშრომელი. ვირუსული სიმპტომები მათაც გუშინ გამოუვლინდათ. ალბათ ვირუსული ფონი აქვს, სხვა ვირუსული კავშირი მინდა დაცულია სანიტარული და პირადი ჰიგიენა და ყველაფერი საკვების ხმებაც ყველანაირად, რომ გამორიცხულია ყველანაირი ეჭვი და ყველანაირი ექსპერტიზაზე გადაყვანილი იქნა გამები, მაგის პასუხსაც ველოდებით. ჯანდაცვის ცენტრი იყო ჩამოსული ქუთაისიდან, ადგილობრივი ხოლმე ვიცი საოლქო და სამხარეო და აღიძა ყველანაირად საქმე ჯანდაცვის ცენტრმაც შესაბამისი ლაბორატორიული სამუშაოები ჩაატარა და დადგინდა ატიპის ვირუსი. მოხუცთა სახლის ბენეფიციარების გარდაცვალების საქმე სამხარეო პროკურატურა იძიებს. ჩატარდება სამედიცინო ექსპერტიზა. კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს კი ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ და დადგინდება კონკრეტულად რა ტიპის ვირუსული ინფექცია გავრცელდა სათნოების სახლში.